დაუბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში დასაჩუქრებულები თამრისგან. თავის მადლობა ძალიან დიდი. შემოგვეცნეს სტუმრები და თქვენის ნებართვით წარმოგიდგენთ. თათა თავაძე რეჟისორი, დათო გაბუნია დრამატურგი, თორნიკე გოგრიჭიანი მსახიობი და ქეთინა დიბაიძე მხატვარი. მე მინდოდა გეთქვა რომ ქეთი და თორნიკე ჩვენი არაერთ გზის და არაერთ თემაზე სტუმრები. მე მიხარია რომ ხშირი სტუმრები ხართ. დამარობი კარგად დაიგითხა რა კაი. აჩა, გუსწავლია ამ ორ ბლოკში. რაღაც წინწასოლა. ძალიან ესეთი სასიხარულო ახალი ამბით ხართ, ახალი სპექტაკლი იდგმება სამეფო უბნის თეატრში. დათა, მოგვიყევი ხა, რა სპექტაკლია? თორნიკე თამაშობს, ქეთი მხატვარია. მე მოუყევებო მეგობრები არიან და. ერთად იყავდება რომ ჩვენთან სტუდიაში წამოყევი. სადიეთი ხარო და იქით კაინე წამოყევი. სხვათაშორის დაკარის დურუჩის გამარჯვებული ხომ და მივულოცოთ აუცილებლად ეს გამარჯვება ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ახლა მოგვეცა ამის საშუალება. ჯობს გვიანებით არასდროს. და ვამართლებთ ამ გამონათქვამს. მოდი ვისაუბროთ იმ სპექტაკლზე, რომლის პრემიერა როდის არის უბრალოდ შეგვახსენა შეცდომით რო არ შევეცდით. თივლის იქნება პრემიერა. ეს არის პიესა, რომელსაც ქვია ტკივილი არის ახალგაზრდობა, რომელიც დათომ თარგმნა. და არის ავსტრიელი დრამატურგის ფერდინანდ ბრუკნერის პიესა, რომელიც ნაკლებად ცნობილი დრამატურგია. ჩვენთან საერთოდ უცნობია, მე ვიტყოდი. მსოფლიოში კი გარკვეული პერიოდით ძალიან მივიწყებული ავტორია, თუმცა თვლი რომ არის ძალიან საინტერესო, აქტუალური და თქვენ თვითონ რატო დაინტერესდით? მე სწორედ ამას მოგახსენებთ, როცა აქტუალური ვთქვი. იმის გამო რომ გარკვეულწილად მე უკვე ძალიან დიდი ხანია და ესეთი პატარა ვიყავი, როცა წავიკითხე პირველად, სადღაცა 17 წლის ასაკში ალბათ. მე იქიდან მოყოლებული, აი თორნიკე მიცის, იმიტომ რომ როგორც კი წავიკითხე, მაშინ ვთქვი რომ ამის გაკეთება მინდა და მინდა რომ თორნიკე მითამაშოს და ეს უკვე ძალიან დიდი ხანია გრძელდება ჩვენი ეს რომ გამოგვივიდეს ეს და ბოლოს აი მოვაბით თავი ასე ვთქვათ და დავიწყეთ უკვე თითქმის 8 წლის მერე ამის კეთება მოქმედების ადგილი არის ვენა ხო? მოქმედების ადგილი არის ვენა 1923 წელს ხდება მოქმედება და ეს არის პირველი ასე ვთქვათ გაზრდილი ბავშვები პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. და ესენი არიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რაც პირველი მსოფლიო ომის დროს და მით უმეტეს ვენაში ნიშნავდა იმას, რომ მათ ძალიან პირდაპირ შეეხნენ, ასე ვთქვათ, ომს, იმიტომ რომ ვენის უნივერსიტეტი გადაიქცა სამედიცინო ჰოსპიტალად ომის პერიოდში და აი პირველი კურსიდანვე სტუდენტები არავინ არ კითხა, იციან თუ არ იციან რამე ამ სფეროში საერთოდ. პირდაპირ ისეთი პერიოდია, როცა გვამის დანახვაზე, კვეთაზე გული მისდით ხოლმე, აქედან ამპუტაციების კეთება უწევდათ მათ და აი ესე დაიწყო მათი ახალგაზრდობა, ასე ვთქვათ. ესე დაიწყო მათი და რეალურად აი თვითონ პიესაში პირველი მსოფლიო ომი არ ფიგურირებს ესე აქტუალურად, მაგრამ მისი ჩრდილი ამ პერსონაჟების ბედის წერაზე ნამდვილად არის და პოსტსაომარი განწყობები და ემოციები. ეს უკვე ომის შემდეგი პერიოდია, ევროპა დანგრეულია და ფაქტობრივად მომავალი არ აქვს ამ ხალხს, იმიტომ რომ მსოფლიოა დანგრეული, ასე ვთქვათ. და ეს არის თაობა, რომელმაც უნდა ააშენოს ეს მსოფლიო, ასე ვთქვათ, და მათი ახალგაზრდობა ნამდვილად შეეწირება იმას, რომ ააშენებენ ამ ქვეყანას და 23 წელია და ბუნებრივია ცოტა ხანში ჰიტლერიც მოვა მმართველობაში. აქედან გამომდინარე ეს შუა გარდამავალი თაობაზეა ეს პიესა, რომელიც ცდილობს გამოსვლას დეპრესიიდან, რომელშიც არის ქვეყანა და პრინციპში ძალიან გავს ჩემი აზრით იმ თაობას, რომლის საუკეთესო წლებიც საქართველოში, ასე ვთქვათ, 90-იან წლებს დაემთხვა, როცა ძალიან დიდი მსოფლიო დაინგრა და დაიწყო ახალი მსოფლიოს შენება და აი ამ 10 წელულში აღმოჩნდა მათი საუკეთესო ცხოვრების საუკეთესო წლები და ვიცით ვინ გადარჩა და ვინ არ გადაურჩა ამ პერიოდს ამ დროს ვინ შეეწირა და ვინ არა როგორც პიროვნულადაც ასევე ფიზიკურადაც და რეალურად ეს არის პერიოდი ახალგაზრდობა არის პერიოდი როცა დიდი არჩევანის პერიოდია როცა ეს არჩევანი ძალიან ცოტა რჩება პრინციპში აი მაშინ უკვე გადაიქცევა ეს ასე ვთქვათ ტკივილად გარკვეულ დაავადება. 7 ახალგაზრდა არის თავარი გლირები შეიძლება ესე ვუწოდოთ ერთ-ერთი მათგანი არის თორნიკე. თორნიკე მოგვიყევი შენი როლის შესახებ.
შვიდი სასოწარკვეთილი ახალგაზრდა. ცოტა ესე რომ გითხრა, ალბათ მთელი პიესის მოყოლა დამჭირდება, ეხლა ჩემი როლის შესახებ რომ მოვყვე ეხლა, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა ის რაც არის ამ პიესაში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ჩემთვის. და არა მარტო ჩემთვის, ადამიანისთვის, ვინც მაყურებლისთვის და მკითხველისთვისაც კი, ვინც ამ პიესას წაიკითხავს, რომ ესენი არიან ადამიანები, თვითონ პიესაშიც არის წერია, რომ ომის შემდეგ გამოფხიზლებული ახალგაზრდები, ექიმები, რომლებიც თავიანთ დაავადებას დაარქმევენ ახალგაზრდობას და ცდილობენ, რომ მე გაანადგურონ ეს დაავადება. ანუ რეალურად ჩაკლანის ახალგაზრდობა თავიანთ თავში? ხო, იმიტომ რომ არის რამდენიმე ესეთი ფრაზა, რამდენიმე პერსონაჟი ამბობს, ერთი განსაკუთრებით ხშირად იმეორებს ხოლმე ამას, რომ ახალგაზრდობა არის ყველაზე დიდი ტრაუმა, რაც ცხოვრებაში გაქვს. ან ახალგაზრდობაში ამთავრებს ცხოვრებას, ან თუ ეს გადაიტანე და გადალახე, შენ რჩები სულ ტრავმირებული. და ზუსტად აი ამ რაღაცაზე არის საუბარი მოკლედ. ეს ახალგაზრდები გავს ჩვენ ქართულ თაობას, რომელიც სწორედ ომის წრები გადაიტანა საკუთარ თავზე. შეგვიძლია რაღაც ანალოგია გავა. ნებისმიერ შემთხვევაში ალბათ, ნუ ეხა პირველი მსოფლიო ომის დროს ჩვენ არ მოგვიწია ცხოვრება და არ ვიცით რა მასშტაბზე არის ეხა, ხო იქ ლაპარაკი. თუმცა ომი გადავიტანეთ, ხო? ომი გადავიტანეთ და ჩემი აზრით კიდევ უფრო ცუდი როცა სამოქალაქო ომი გადავიტანეთ ჩემი აზრით, ეგ უფრო დამფრგუნველი არის. მაგ პერიოდის ახალგაზრდები შეიძლება მოიხსენებენ თავის თავს, რომ ჩვენი თაობა თითქმის დაკარგული თაობა არის და ჩვენ საერთოდ თითქმის არ ვარსებობთ რა. იმიტომ რომ აუცილებლად ეს პოსტსაომარი და პოსტსამოქალაქო საომარი ეს რაღაცა პროცესები ძალიან დიდ რაღაც გავლენას ახდენს ადამიანზე, მით უმეტეს ახალგაზრდაზე, რომელიც ცხოვრებას იწყებს, რომლისთვისაც ყველაზე კარგი პერიოდი უნდა იყოს წესით ახალგაზრდობა. აი, როდესაც მუშაობდი ამ ტექსტის თარგმანზე, თვითონ მუშაობის პროცესში თუ იყო ხოლმე რაღაცა პარალელები ქართულ რეალობასთან? კი, აუცილებლად, როცა ჩვენი თეატრის პრინციპია ზოგადად ეს, რომ თქვა გავთ ისეთ დრამატურგიას ერთი, რომელიც ჯერ არ დადგმულა საქართველოში არასოდეს, იმიტომ რომ თქვა რაღაც ახალი შემოვიტანოთ რეპერტუარში და ამას გარდა აქტუალობის ნიშნით ვარჩევთ ხოლმე, ხო? თქვა ეხლა ერთი შეხედვით 20-იან წლებში დაწერილი ავსტრიული პიესა, რატომ უნდა იყოს აქტუალური, მაგრამ მეგობრებმა კარგად ახსნეს თუ რატომაც და მართლა ბევრი პარალელია და მართლა შეიძლება კარგად მოარგო ის გარემო ჩვენსას, მიუხედავად მთელი რიგი დიდი განსხვავებებისა, მაგრამ მათ არ უთქვამს და მე დავამატებ უბრალოდ პიესის შესახებ, ეს პიესა აი ამ ყველა დიდი იდეის გარდა სიუჟეტურად მასში ძალიან საინტერესო სასიყვარულო თავგადასავლებია, ასე ვთქვათ. სამკუთხედები, ოთხკუთხედები. გადმოტანილი ეს სცენაზე სამეფო უბნის თეატრის, ეს სასიყვარულო სცენები. აუცილებლად. ანუ ეს სიუჟეტია პიესის, ვთქვათ, როდესაც ადამიანები ამ დაბნეულობაში, ამ რაღაც გაურკვევლობაში, როცა მათ არიციან აქ თუ არა მომავალი, ვთქვათ, ეძლევიან ტკბობას მათ შორის სასიყვარულოს და აქაც ვერ გარკვეულან და აქაც რაღაცა დაკარგული აქვთ მიმართულება, თითქოს ექსპერიმენტებს ატარებენ საკუთარ ცხოვრებაზე მათ შორის და ნუ თქვა ზოგს ეს ძვირად უჯდება, ზოგს არა და ასე შემდეგ. ანუ ამ ხრივად ძალიან ესეთი ახალგაზრდული პიესა, ანუ პირდაპირ გაგებით ახალგაზრდულია, იმიტომ რომ ახალგაზრდა პერსონაჟებზეა, რომლებიც გახლართულან ძალიან რთულ და საინტერესო სასიყვარულო თავგადასავლებში და ამ ხრივაც მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა მაყურებლისთვის, თუმცა უფროს თაობასაც არავინ არ უშლის ასაკვირველია მოსვლას და ნახვას. ალბათ კიდევ უფრო გასაგები მათთვის იქნება, ვისაც მოუწია სწორედ აი ამ წლებმა 90-იან წლებში, ვიდრე დაუშვათ იმათთვის, დაუშვათ ჩვენთვის, ვისთვისაც ესეთია ბუნდოვანია, მაინც პატარები ვიყავით, ხო? შეიძლება ეს უფრო მეტი ვიცით გადმოცემით, ვიდრე შეგვეხო. ცხადია, ანუ თქვა ჩვენ როცა ვლაპარაკობთ პარალელზე, ხო, თქვა რამდენად შეიძლება ეს ავსტრიის გამოცდილება გადმოვიტანოთ ჩვენსაზე, ხო, ესეთი თქვა ასე პირდაპირაც არ უნდა გავიგოთ, ესო თქვა გამოცდილების არ მქონი ადამიანი ამას ვერ გაიგებს. არა, ესეთი არა, რასაკვირველია ჩვენს სპექტაკლშიც მოქმედება ხდება ავსტრიაში, არა საქართველოში, როგორც პიესაში არ არის ეს გადმოქართულებული ვერსია. მაგრამ ანუ ეს სათქმელები და ეს პრობლემატიკა იმდენად ზოგადია, ნებისმიერ ახალგაზრდა ადამიანს დადგომია ეს ცხოვრებაში, იმიტომ რომ აქ არის კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ამბოხის თემა, თქვა ერთ-ერთი პერსონაჟი, აი თქვა საკუთარი მშობლების წინააღმდეგ ამბოხის თემა, თქვა გრაფის ქალიშვილია, რომელიც გამოიქცა სახლიდან და თითქოს რაღაცას ეძებს ცხოვრებაში, არ მოსწონს ის ესეთი კომფორტული მდგომარეობა, რომელშიც არის და ცდილობს რომ რაღაცა როდესაც მის გარშემო მსოფლიო ინგრევა. რაღაცა რეალური იგრძნოს რაღაც და ხდება რომ აი ამ ჩამყაყებული ცხოვრებით, რომელიც
რომელიც მას უზრუნველყოფილი ჰქონდა და არაფერი არ ჭირდა, თითქოს ის მაინც ცდილობს რომ რაღაც თავს რაღაცა ავნოს თითქოს და ეს იმდენად ზოგადი ახალგაზრდული პრობლემაა, იმდენად ზოგადი გრძნობა ნებისმიერი თავის ხიპის, ხო? აი, ამიტომ ესეც ძალიან ამიტომ თქვა 20-იანი წლებისთვის ძალიან თამამი და ავანგარდული იყო ეს პიესა, მიუხედავად იმისა, რომ ფორმით ის არის სუფთა წმინდა სახის, ძალიან კარგად დაწერილი ფსიქოლოგიური დრამა, ამ მხრივ ის თქვა იდეურად უსწრებდა კიდეც თავის პერიოდს, რა თქვა ახალგაზრდულ ამბოხსაც არის და თან იმაზე თქვა რამდენად აქვს ამ ამბოხს აზრი, არის თუ არა, თქვა ამბოხი სწორი გზა თქვა უნდა გახდე ბურჟუა, შეეგუა ამ ცხოვრებას, რაღაც იმუშავო, გახდე ექიმი, აიწყო კარიერა, თუ რა უნდა ქნა. თუ თქვა ყველაფერი ეს ამის წინააღმდეგ წახვიდე და დაანგრიო რაღაც სტერეოტიპები თუ რა და ეს კოლიზიები თქვა ესეთი დიდი ჯახი ხდება ამ პიესაში და ბევრი პერსონაჟის ცხოვრებას თქვა ბევრისთვის საბედისწერო აღმოჩნდება. მოკლედ ამ ხრივად ძალიან საინტერესოა. მე მგონი კიდევ ერთხელ დამტკიცა რომ დროს არა სივრცეს მნიშვნელობა არ აქვს ჩვეულებრივ ხო, არის თემები, სათქმელი თემები, რომელიც ყველა დროსა და სივრცეში აქვს. ასეთი კარგი ლიტერატურული ნაწარმოები და ესეთი მნიშვნელოვანი დრამატურგია და თან სწორად აღნიშნა რომ ძალიან სამწუხაროა ჩვენთან უცნობი იყო აქამდე და იმედია ამ დადგმის შემდეგ ფერდინანდ ბრუკნერის სახელი მისი სხვა პიესებიც დაიდგმება საქართველოში, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი დრამატურგია და უნდა ვიცოდეთ ეს. ერთი რაც შეიძლება რომ დავამატოთ ასევე ეს პრინციპში ეს გვერდითი რამაა. ჩვენ როცა გადავწყვეტეთ ამ პიესის დადგმა და სულ ახლახან აღმოვაჩინეთ ეს მომენტი, რომ 2014 წელი არის პირველი მსოფლიო ომის 100 წლის თავი. რაც სრულიად შემთხვევით დაემთხვა აბსოლუტურად, აი წელს 28 ივნისს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ეს კი ვიცოდით, მაგრამ არ ვიცოდით თუ არ ვიფიქრი ამაზე, რომ არის ამ სპექტაკლს დგამთ მაშინ, როცა არის 100 წლის იუბილე. იუბილე რაღაც ცოტა კატასტროფას ეძახიან. წლის თავი. ამიტომ უდიდეს კატასტროფას ევროპის შეიძლება ითქვას, რომ ამ ფაქტსაც ვერ ხმაურებით ასევე, აი ამ მინდა უცებ როგორ მოხდა ამ ყველაფრის აწყობა მე მხატვრულად. ვენა სცენაზე საქართველოში. იცი რაღაც ეს ზუსტად 20-იან წლებს ცოტა გავეთ. ხო და ეგ არის მოყრები რა ქენია, ბო. ხატრული თვალსაზრისით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ცოტა გვიანდელ პერიოდში იგივე ვთქვათ კოსტიუმები და გარემოც, მაგრამ თვითონ დეკორაციის, ანუ შემოქმედებითი პროცესის დროს უფრო მე და ნუ დათა მათ გადავწყვეტეთ, რომ დიდად ესე ამსახველი არ ყოფილიყო პირდაპირ მნიშვნელობით ვთქვათ პიესის, რა ნუ რაც რა ტკივილი არის ახალგაზრდობა. ამიტომ გარემო უფრო ისეთია. სახლურიც და უფრო რეალისტური რა, ანუ თქვათ ის რაც არის ამაში ეს ტკივილი, თქვათ ეს პრობლემები, ანუ ხო, ანუ ზუსტად მხატვრული ვიზუალური მხარე, თქვათ არ არის ისეთი, რომ მინიმალურამდე არა მინიმალურამდე თქვათ უკაცრავად ჩვენ ვიფიქრეთ, რომ 20-იანი წლების ჩვენება არ გვინდოდა მეტისმეტი სტილიზება და დაშორება დროის მხრივ, აი ძალიან უბრალოდ გარკვეულწილად შუაში ხდება ეს არის წარსული ნამდვილად, მაგრამ კონკრეტულად რომელი წარსულია ესთეტიკა. თავარი მესეჯები გაიგოს ხო, იმიტომ რომ ასე გარკვეულწილად გვინდოდა რომ არ გვინდოდა რომ ესეთი დისტანცია გქონოდა, თქვათ, პერსონაჟებთან, მათი ჩაცმულობიდან გამომდინარე, მათი ნიფთებიდან გამომდინარე, რომელიც ასე. მეტად რომ პიესა თავის ფორმით არის კამერული ძალიან, ანუ ერთ ოთახში ხდება მთელი მოქმედება, ანუ ერთი საცხოვრებელი სტუდენტების საერთო საცხოვრებელში, სადაც აი ეს ყველაფერი, რაზეც ლაპარაკი დიდი ვნებები და ბობოქარი რაღაც ტრაგედიები თუ რაღაც ბედნიერება თუ და ყველაფერი ხდება ეს ერთ სივრცეში და ალბათ სირთულესაც ეს წარმოადგენდა, ხო? კი, სირთულეს ბოლომის წარმოადგენდა. გაართვით მეგონი. პროცესია, არ დაინიკა. იცი მე მეგონა დათვისაც მიულოცო დურუჯი. ხო, რა თქმა უნდა, აღნიშნო აქვე. დათა, მე მინდა გკითხო პრემია იყო 10000 ლარი, ხო? 10000 ლარი, ოღონდ ამ 10000 ლარით უნდა დაიდგა სპექტაკლი, ასე ვთქვათ. ხო, ეს მაინტერესებს ზუსტად. ანუ პრიზი იყო ის, რომ კულტურის სამინისტრო დააფინანსებს ჩემს მომავალ სპექტაკლს. რა არის შენი მომავალი სპექტაკლი, რომელიც 10000 ლარი? გააჩნია როდის მოხდება ეს შეთანხმება, როდის შედგება კონკრეტულად ჩემს კულტურის სამინისტროს შორის, იმიტომ რომ მაგრამ რაღაცა იდეები ალბათ კონკრეტული გექნება. რა თქმა უნდა, ანუ გარკვეულწილად ჩვენ გვაქვს მომავალი სპექტაკლების იდეები, უბრალოდ კიდევ ჩვენთვის უცნობი დრამატურგი ალბათ უნდა გაგვაცნო, როგორც არის შენი სტილი. გარდა იმისა, რომ პოპულარულ თემებს გავ, ვცდილობ რომ რაღაცები, რაც ჩვენთვის უცნობია ახალგაზრდებისთვის, რაღაცა წინ წამოწიო, წაგვაკითხო, ჩვენ თეატრის ასე ვთქვათ პოლიტიკა არის ეს, რომ ჩვენ ვდგამთ ან
პირველად პიესებს მსოფლიოში ან არასოდეს არ დადგმულს, ანუ ამ დგამთხოვნე თანამედროვე პიესას, რომელიც საქართველოში არ დადგმულა, ან ქართულ პიესას, რომელიც არც არ დადგმულა, ან კლასიკურ ნაწარმოებს, რომელიც საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა და ასეთი ძალიან სამწუხაროდ ბევრია. ეს არის მაშინ ვლაპარაკობდით ჩეხოვი. ძირითადად ერთი და იგივე ავტორები გვესმის და შემდეგ მათი პიესები არის გადმოტანილი სცენაზე. სინდრომი, ოღონდ რასაკვირველია, პოპულარული პიესები, რომელიც გაუთავებლად იდგმება და 5 არსებობს ხოლმე ერთი და იგივე სათაური რეპერტუარში ერთდროულად. მე გასაგებია, რომ ეს კომერციული ახსნა ეს კომერციული ახსნა აქვს, რომ აუცილებლად დაიდგას ერთი და იგივე ნაწარმოებები, იმიტომ რომ ეს უფრო თქვა გარანტირებული წარმატების რაღაც ზონები და რაღაცა დროის მონაპოვარია. ეს ავტორი გაუგია ბევრს და მაშინ ხო. მაგრამ მე მგონი არ არის სწორი მაინც რომ არ ვეცადოთ, თქვა რაღაც ალტერნატიული სივრცეც არსებობდა, სადაც სხვანაირად მოხდება. იმიტომ რომ მე პირადად ყველაზე მეტად რაც ამ პროცესში, თქვა დადგმის პროცესში მსიამოვნებს არის ის, რომ როცა ვუყურებ სპექტაკლს, ხვდები რომ ეს პერსონაჟები ჯერ არ მინახავს. მე არ ვიცნობ ამ პერსონაჟებს, ეს ჩემთვის არის ახალი ადამიანები. და არ მინახავს ესეთი პერსონაჟები სცენაზე, ქართულ სცენაზე ყოველ შემთხვევაში ნამდვილად და ამ ხრივ არის გარკვეული ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეს არის ახალი ნაცნობობა, ასე ვთქვათ, ჩემთვის როგორც ვთქვათ ჩაკეკული ადამიანისთვის შეგნე ისევე მე მგონი მაყურებლისთვისაც, იმიტომ რომ მე პირადად როგორც მაყურებელს დღეს როცა უკვე ძალიან ბევრი სპექტაკლი გვაქვს ნანახი, მაინტერესებს ყოველთვის ახალი სიუჟეტი და მაინტერესებს ახალი პერსონაჟები და ახალი ექსტრემალური სიტუაციები, რომელზეც არის ხოლმე. 10 ივლისს არის პრემიერა და შემდეგ უკვე სეზონი მთავრდება, ხო? ამით ხურად როგორ გააგრძელებს არსებობას ეს სპექტაკლი, რას გეგმავთ ახალი სეზონი და სადმე თუ აპირებთ წაღებას კონკრეტულად ამ სპექტაკლს? იმიტომ რომ ეს სპექტაკლი ნამდვილად იქნება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში. კეთი ამბობს, რომ დეკორაცია ისეთია, რომ უკვე უნდა დავივიწყოთ საგასტროლო. კომპაქტური ვერსია შეგვიძლია. სოროსი თუ დაგვაფინანსებს გაცა აი, დენადული იქნება ამ ძალიან გამოვიდა დეკორაცია. სოროს გავანაწილეთ. მაინც დიდი გამოვიდა რა, ვითომ მინიმალური სწორად, მაგრამ მაინც დიდი გამოვიდა. თავარია იყოს რაღაცა საშუალება გატანის და რამეს მოვიფიქრეთ. თეორიულად პრემიერამდე რამდენი დღით ადრე მაყურებელს რომ რატო უნდა მოვიდეთ და რატო უნდა ნახოს ეს სპექტაკლი. ერთი ის რომ არ უნახავს, ეს მინდოდა რომ გეთქვა, არ უნახავს მსგავსი პერსონაჟები და გმირ. თქვა, მინდოდა მაგის თქმა და ნუ რაღაცა ერთ აზრზე ვართ ყველა, ნუ რატო უნდა ნახოს? რომ ძალიან უცხო არიან ეს პერსონაჟები მაყურებლისთვის. თვითონ სიუჟეტი ძალიან უცხოა და თვითონ პერსონაჟები ძალიან ახლები არიან და ბუნებრივია ძალიან საინტერესო იქნება ეს მათთვის. რატომ უნდა მოვიდეს? მე მგონი კიდე ძალიან დიდი ხანი ვილაპარაკეთ. სწორედ აი ამიტომ უნდა ვიბრძანოთ. ხო, სწორედაც ამიტომ გაიგეთ 20 წუთის განმავლობაში. როგორ? რაც გაიგეს 20 წუთის განმავლობაში. აი ხო, რაღაც ამომწურავი რაღაცა არის. ინფორმაცია მივაწოდეთ მაყურებელს. ბევრი რამე არ ვთქვით და ამიტომ უნდა ნახოთ. ჩვენ რომ გაიგონ რა. არ დავასპოილერეთ ასე თქვა. მაშინ ეს მარკეტინგულ ფრაზას, რომ ეს არის არასაბავშვო, მაგრამ ახალგაზრდული სპექტაკლი. საბავშვო არ არის ნამდვილად, მაგრამ კარგი იქნება თუ ბევრი მეორებს რომ საბავშვო არ არის, ამიტომ ძალიან მაგრამ აუცილებლად ახალგაზრდა და მე ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ნახავს ამ სპექტაკლს, იმიტომ რომ შემოველოთ ჩვენი თავში. სამეფო უბნის თეატრში გელოდებით 10 ივლისს. 10-ისკენ. მარტო ერთი დღე ხო არ არის რამდენიმე დღე. გავიგებთ არის თუ არა ტკივილი ახალგაზრდობა. დიდი მადლობა წარმატებები ჩვენ 10 ივლისს აუცილებლად მოვალთ პრემიერაზე. რეკლამა რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით.